გამოშვებას. Ზუსტად 1 საათში მიხეილ სააკაშვილი მოსახლეობას ეროვნული ბიბლიოთეკიდან მიმართავს. ბიბლიოთეკის მიმდებარე ტერიტორიაზე კი აქცია გრძელდება. არასამთავრობოების წარმომადგენლები და პოლიტპატიმრის სტატუსის მქონე პირები ეროვნულ ბიბლიოთეკაში შესვლას ცდილობდნენ. თუმცა დაცვის პოლიცია და პრეზიდენტის დაცვის თანამშრომლები მათ ამის საშუალებას არ აძლევენ. ამის გამო ადგილზე მცირე ინციდენტიც მოხდა. ადამიანი რომ შევიდნენ და დაესწრონ მოუსმინეს და დაუსვან მიმართ ადამიანს აქვს ეგ არის ჩვენი მოთხოვნა აქციის მონაწილეები დაშლას არ აპირებენ და პრეზიდენტისთვის სირცხვილის კორიდორის მოწყობას გეგმავენ. ვასილ დაბრუნდაშვილი გვერდება ქრონიკის ეთერში. ვასილ, რა ვითარება ადგილზე ამ დროისთვის? უკვე საათ ნახევარია პოლიტპატიმრის სტატუსის მქონე პირები და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ეროვნული ბიბლიოთეკის შენობაში შესვლას ცდილობენ, თუმცა მათ ამის საშუალებას არ აძლევს საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც ადგილზე არიან მობილიზებული. ჩვენ რამდენიმე წუთის წინ ვესაუბრეთ ნანა კაკაბაძეს, რომლის განცხადებითაც მიუხედავად სამართალდამცავების წინააღმდეგობისა, ის და ასევე პოლიტპატიმართა ერთი ნაწილი მაინც შევა დარბაზში და მოისმეს პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას. რაც შეეხება გარე პერიმეტრზე მიმდინარე ვითარებას, ამ დროისათვის სიტუაცია აქ არის დაძაბული. ადგილზე ალბათ კათხში ხედავს მაყურებელი, რომ შეკრებილი არის სამართალდამცავები და ასევე მცირე ინციდენტს აქვს შესასვლელთან ადგილი. მე ხა ოპერატორს ვთხოვ, რომ კათხში აჩვენოს ეს კადრები აჩვენოს პირდაპირ ეთერში. და ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით ეხა გაკეთდება ხელოვნური კორიდორი და გამოიყვანენ ერთ-ერთ ადამიანს, რომელიც სავარაუდოდ შიგნით ცუდად გახდა და სწორედ აქციის მონაწილეები ითხოვენ, რომ ეს კორიდორი გააკეთონ სამართალდამცავებმა. ჩვენ შეგვიძლია ასევე ის კომენტარები მოვისმინოთ, რომელიც რამდენიმე წუთის წინ გაკეთდა. ჩვენი გარვარდებით პრეზიდენტს ეს არის საჯარო მისი გამოსვლა საზოგადოების წინაშე და ამიტომ საზოგადოების იმ ნაწილს, რომელსაც დღეს შესulis უფლება მისცეს და შეიყვანეს ნაციონალურ მოძრაობას, ის თუ ქვეყნის პრეზიდენტი არის ყველა ადამიანის პრეზიდენტი, ამიტომ ის ვალდებულია მოусმინოს განსხვავებულ აზრს. აპირებთ იმას, რომ შევიდეს იქ 15 ადამიანი და დაუსვას ძალად შევა. ყველანაირად ჩვენ ძალ არის იქიდან ხრიდან, როდესაც არ უშვებთ. არ გვიშვებთ. ძალ ეგ არის დაახლოებით ისეთი შედარება, სადგადის ზღვარი კანონსა და სამართალს შორის. აქედან გამომდინარე, თუკი ჩვენ მოგვიწია გარკვეული სახის ინციდენტის, ასე ვთქვათ, ისპირება, გამოვარო ადგილი აქვს სამართლიანობასა და კანონს შორის დაპირისპირებას. ნახოთ, რომელი გაიმართებს, ეს ექნება ჩვენი პასუხი. ზუსტად 1 საათში უნდა მოვიდეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ეროვნულ ბიბლიოთეკაში და ის უნდა წარდგეს მოხსენებით. როგორც ცნობილი იყო, მიხეილ სააკაშვილის მოხსენებას დაესწრებიან საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ასევე სტუდენტები და მედია საშუალებების წარმომადგენლები. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ შეხვედრას დაესწრებოდა უწმიდეს და უნეტარეს ილია მეორე, თუმცა ბოლო ინფორმაციით ილია მეორეს მიპატიჟება არ მიუღია და შესაბამისად პატრიარქი დღევანდელ ღონისძიებაზე არ იქნება. ამ შეხვედრაზე უწმიდესი არ გამოცხადდება. დიდი მადლობა.